ჩემო საყვარელო ხალხო, ემიგრანტებო. ერთი წამით შეხედეთ და ყურადღებით მოусმინეთ ამ ვიდეოს. ლიბერალიზაციის არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდისნების დამატებით გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, ერთად უნდა ვუპასუხოთ ირაკლი კობახიძის ამ თავხედურ განცხადებას. რამდენმა თქვენთაგანმა სწორედ ისე როგორც თავის დროზე დედაჩემმა სწორედ უცხოეთში წასვლით გადაარჩინა საკუთარი ოჯახი. რამდენი თქვენთაგანისთვის ეს იყო უკანასკნელი და ერთადერთი გამოსავალი. რამდენმა თქვენთაგანმა შეუძინეთ ოჯახებს ბინა, დაიცავით საკუთარი და გადაარჩინეთ საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე სწორედ იმიტომ, რომ უცხოეთში წახვედით სამუშაოდ და საცხოვრებლად. რა ქვეყანაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე? ქვეყანაზე, სადაც ყოველი მესამე ახალგაზრდა არც სწავლობს, არც მუშაობს, ანუ მომავალი ჩამორთმეული აქვს. ქვეყანაზე, სადაც თუ არ გაყიდე ბინა, ვერ შეძლებ იმკურნალო სერიოზული დაავადება. ქვეყანაზე, სადაც რეკორდული მაჩვენებელი 700,000 ადამიანი ითხოვს სოციალურ შემწეობას.